ახალი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს თუ რა განწყობები არის საქართველოს მოსახლეობაში ამა თუ იმ პრობლემასთან და პროცესთან დაკავშირებით. მათ შორის არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესაძლებლობა, ასევე მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციები და ამ აქციებისას დაკავებული პატიმრების საკითხი. გარდა ამ ძირითადი საკითხებისა, ასევე მოსახლეობა ასახელებს იმ ძირითად პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ, მათ შორის არის სიღარიბე, უმუშევრობა, შრომითი ანაზღაურების პრობლემა, დაბალი შრომითი ანაზღაურება იგულისხმება ამ შემთხვევაში ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და დე-ფაქტო საზღვრისპირა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და თბილისის ჭრილში შედარებით განსხვავებულია ეს მონაცემები. თბილისის მოსახლეობა პრობლემებს შორის ასევე ასახელებს სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს და მიიჩნევენ, რომ ზედმეტად პოლიტიკურია და დამოუკიდებულია მართლმსაჯულების სისტემა მმართველ პარტიაზე და პოლიტიკურ წრეებზე. ასევე ერთ-ერთ მთავარ საკითხს შორის არის თბილისში დასახელებული გამოკითხულებს შორის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და ასევე ადამიანის უფლებები, რომლებიც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ არის გაუარესებული და ამას ადასტურებს არაერთი ორგანიზაციის ანგარიში. საქართველოს მოსახლეობის გარდა ქვეჯგუფები არის გამოკითხული, ამ შემთხვევაში ქვეჯგუფებად არის დასახელებული თბილისის მოსახლეობა, აქ არ იგულისხმება თბილისის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეები, არამედ თბილისში მუდმივად საცხოვრებელი სტატუსის მქონე მოქალაქეები, ასევე გამოკითხულთა შორის ქვეჯგუფებში არის მოხსენებული პროევროპული ოპოზიციური პარტიებისადმი განწყობილი მოქალაქეები და ასევე დასახელებული არის ქართული ოცნების ამომრჩევლები და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მათი უმრავლესობა პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას აკისრებს. რაც შეეხება ქართული ოცნების ამომრჩევლის განწყობებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და პასუხისმგებლობას რაიმე კრიზისთან დაკავშირებით აკისრებენ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. კრიზისზე საუბრისას უმრავლესობა თანხმდება როგორც მმართველ პარტიის ამომრჩევლებს შორის, ასევე ზოგადად გამოკითხულთა შორის, რომ პოლიტიკური კრიზისი არსებობს და ზოგადად ამ გამოკითხვის შედეგი მაჩვენა, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლსა და ოპოზიციოდ განწყობილ ამომრჩევლს შორის რიგ საკითხებზე თანხმობა მიიღწევა, თუმცა ძირითად საკითხებზე ეს ორი ქართული ოცნების ამომრჩევლები და ოპოზიციოდ განწყობილი ამომრჩევლები ძირითად განსხვავდებიან ერთმანეთთან აზრობრივი თვალსაზრისით. ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის, როგორც უკვე გითხარით, დასახელებული არის მაღალი ფასები, ინფლაციის მაჩვენებელი, სიღარიბე, უმუშევრობა და ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურება, თუმცა ოპოზიციოდ განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობა, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას არ შეუძლია, რომ ეს საკითხები გადაჭრას, ხოლო მმართველი პარტიის ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემების გადაჭრა არის შესაძლებელი. რაც შეეხება მოქალაქეთა დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად თბილისში და საქართველოს მასშტაბით მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით და ეს არის ერთადერთი გზა, როგორც ისინი ამბობენ, პოლიტიკური ცვლილების მისაღწევად. თუმცა განსხვავებულია ვითარება როგორც რეგიონებში, ისევე ქართული ოცნების ამომრჩევლებს შორის, სადაც უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პროტესტი არ უნდა გაგრძელდეს. რეგიონში პროტესტს არ ემხრობა მოსახლეობის 40%, გამოკითხულთა 40%, ხოლო ქართული ოცნების ამომრჩევლებს შორის გამოკითხულთა 75% აცხადებს უარს პროტესტის გაგრძელებაზე. წინა მონაცემებისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ იმ პირებს, რომლებიც დააკავეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში და როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, მათდამი ემპათია არის გაზრდილი და გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ისინი პატიმრობიდან
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამ კონტექსტში საუბარი არის ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და მის პატიმრობას ასევე უსამართლოდ მიიჩნევს გამოკითხულთა უმრავლესობა. საინტერესო არის ის, რომ ქართული ოცნების ჯამში გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მის დამი ბრალდება არის უსამართლო. ნაწილი დაახლოებით 23% კი მიიჩნევს, რომ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ ამ საქმეს რაიმე შეფასება მისცეს. გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში 73% ემხრობა ანუ ეს გამოკვეთილი უმრავლესობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, თბილისში კიდევ უფრო მეტი 79%, რეგიონებში 70% და საინტერესოა, რომ თვით ქართული ოცნების ამორჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას. ჟღამდება ემპათია საქართველოს მოსახლეობაში მზია ამაღლობელის მიმართ, მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის 60%-მდე, უფრო ზუსტად 59%. ანუ უსამართლოა მის მიმართ წაყენებული ბრალდება. უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებში, 54% ამბობს ამას, თუმცა გაცილებით მაღალია თბილისელებში, 70% აღნიშნავს ამას. და ბუნებრივია, რომ პროევროპული ოპოზიციის და ქართული ოცნების ამორჩევლებში ამ საკითხთან მიმართებით დიამეტრალურად საპირისპირო შეფასებებია, თუმცა საინტერესოა, რომ თვით ქართული ოცნების ამორჩევლების 22%, ან დაახლოებით ყოველი მეხუთე ან ყოველი მეოთხე, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე 23% შეფასებას ვერ არ გამოთქვამს. ანუ ჯამში 45% თვით ქართული ოცნების ამორჩევლებში 45% თვით ქართული ოცნების ამორჩევლებში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელს ბრალი სამართლიანად აქვს აყენებული. გარდა საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა საქმეებისა, აქ არის ნახსენები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეები, ნიკა გვარამია, ნიკა მელიე, ირაკლი ოქროაშვილი, ეს ის ოპოზიციონერი ლიდერები არიან, რომლებიც მოხვდნენ აი ამ კვლევაში, იქიდან გამომდინარე, რომ 15-დან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ამ დროისთვის მხოლოდ ეს ოპოზიციონერი ლიდერები იყვნენ დაკავებულები, თუმცა კითხვა, როგორც კვლევის ავტორები, არ იყო ფორმულირებული ისე, მიიჩნევდნენ თუ არა მოქალაქეები მათ პოლიტიკურ პატიმრებად, რადგან უნდათ რომ უფრო გახსნილად ეპასუხათ მოქალაქეებს ამ კითხვაზე, როგორც ამას თავად კვლევის ავტორი სოციოლოგი იერო კაჭკაჭიშვილი განმარტავს. პარტიული რეიტინგებიც არის საინტერესო ამ თვალსაზრისით. შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შემდეგნაირად არის განაწილებული პარტიების რეიტინგი. ქართული ოცნება არის ამ შემთხვევაში ლიდერი და აქვს 35.8%, შემდეგ მოდის კოალიცია ცვლილებისთვის 18%-ით, გაზრდილი ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რიცხვის 16.6%, ასევე კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს მაჩვენებელი არის 9.5%, ხოლო გახარია საქართველოსთვის 10%. უნდა აღინიშნოს, რომ ორი პარტიის, ორი პოლიტიკური გაერთიანების გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთვის რეიტინგები არის მაისის თვესთან შედარებით შემცირებული, თუმცა როგორც სოციოლოგები განმარტავენ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს მათი მზაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას ისიც, რომ კვლევის ჩატარების პერიოდში ორივე პარტიას კონკრეტულად საბოლოო გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებთან დაკავშირებითაც არის განწყობები მოსახლეობაშიც, რომ დიდი უმრავლესობა განსაკუთრებით თბილისსა და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას შორის არ არის დარწმუნებული, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ასევე უნდა ითქვას, რომ კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის ტიპი ეს არის რაოდენობრივი კვლევა, რა ფორმითაც ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობას შორის. სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა, შერჩევითი ერთობლიობა 2000 რესპონდენტი, ხოლო კვლევის სანდოობა არის 95%, ცდომილება კი დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს, გამოპასუხების წილი არის 71% და როგორც უკვე გითხარით, კვლევა ჩატარდა 2025 წლის 17-დან 29 ივნისის შუალედში, ხოლო მისი დონორი ორგანიზაცია არის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.